სოციალურ ქსელებში ხშირად და ბევრი იწერება შენზე. ალბათ როგორც აქტუალურ პერსონაჟზე, კრიტიკაზე როგორ რეაგირებ? სოციალური ქსელები რომ ყოფილიყო, როცა მე ჟურნალისტურ ცხოვრებას ვიწყებდი, ვერ გეტყვი გავკაჩავდი თუ არა იმ ეტაპზე. ეხა იმდენი წელია ეკამა ყველაფერ შეჩვეული ვარ. ჯერ ეს ერთი ვიცი რომ დაუჯერებ, არც ერთ ადამიანს ახლა არ სიამოვნებს თავდასხმა და ყველარი მატყუარა ვინც იტყვის, რომ აი მე მკიდია და აი საერთოდ ნერვი არ მე. რა თქმა უნდა, ეგრე გაბრაზებები ახლავს, გულისკენ ახლავს, მაგრამ ისე რომ ჩემზე გავლენა მოახდინოს ამან და ჩემს ცხოვრებაზე, ჩემს გადაცემაზე, თუნდაც ჩემს ერთ დღეზე, ეგეთი რაღაც უკვე აღარა. ეგ იყო ადრე. აი მაშინ ჯერ სოციალური ქსელები არ იყო და ხანგაზეთებში იწერებოდა და ხარ რაღაცა თავდასხმები ხდებოდა სხვა შეკრებები. ეგ იყო ადრე. იმდენი წელია ეგ ყველაფერი უკვე გავლილი მაქვს, რომ გამოვიწრთე ზუსტად ვიცი რომ ნახევარი ქვეყანა შეიძლება ვერ მიტანდეს და არა ტროლი რატო რეალური ადამიანებიც იყვნენ, მაგრამ აი ის რომ ვიღაცა მესხმის თავს ჩემზე იმდენად ეს გავლენას ვერ ახდენს რომ ვერავინ გაიხსენებს რომ მე ვინმესთან დებატები მქონოდა სოციალურ ქსელში. ანუ არ პასუხობ ხო? არა, არ უპასუხობ კი არა, მეტი საქმე არ მაქვს რო არის, ხო იცი გამოთქმა. ანუ იმდენი საქმე მაქვს რომ ამისთვის არც იცი. ჯერ ესეთი ძალიან რომ ეშლებოდეს ნერვები, ვერ გააკონტროლებ და შეყვები. ეს ხო არის რაღაცა კორიდაა რა, სანახაობა, რომელსაც უყურებს ბევრი ადამიანი, პოპკორნი და შენ და ვიღაც რაღაც საქმეებს არჩევთ. აი ამაზე გაგაბრაზოს თავის. მე ვიცი რომ არიან ადამიანები მუდმივად, ეს ეხლა კი არა, მუდმივად, რომლებიც რაღაცა გესხმიან თავს, არ ვლაპარაკობ მარტო ტროლბოტებზე, კაც რეალური ადამიანები. ხშირ შემთხვევაში არის ხტები ჯგუფი, რა ჯგუფი აკეთებს, ვინ აკეთებს, მიზანმიმართული და ზუსტად ხედავ რატომ არის შენზე თავდასხმა და მე იცი როგორი Facebook-ი მაქვს, გაგეცინება. ცხრილა 64 მაქვს. ძირითადად მყავს განსხვავებული, მათ შორის განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებების, რომლებსაც არასოდეს ჩემთვის შეურაცხყოფა არ მოუყენებიათ. და Facebook-ური თანაცხოვრება გამოგვდის. მოკლედ, სოციალური ქსელი არ არის ის სივრცე, რომელიც ჩემზე რაღაც სერიოზულ გავლენას პოვებს.